ზღვის დონიდან 1300 მეტრზე არსებული კურორტი აბასთუმანი მრავალფეროვანი ბუნებითა და განსაკუთრებული ჰაერით ხასიათდება. Დამსვენებლებს საქართველოს ეს უნიკალური ადგილი სწორედ ამიტომ იზიდავს. Ехала в гости к бабушке с Мариуполя. Я учусь плавать здесь. Мне очень нравится Абастумани и вся Грузия. Я приеду и все. აბასთუმანი დამსვენებლების სიმრავლით ყველაზე მეტად მაშინ გამოირჩევა, როდესაც დიდ ქალაქებში ტემპერატურის ნიშნული 30 ცდება, თუმცა ტურისტების რაოდენობა კურორტზე პიკს მაისის თვეში აღწევს. ძალიან ლამაზი ადგილები აქვს აბასთუმანს. აქ ბევრი ციხეები, ძალიან ლამაზი კლდისგან გამოკვეთილი ადგილები, რისთვისაც ხალხი ჩამოდის და აინტერესებს ხალხს. აბასთუმანში ერთი დღის გატარება მსურველებს 30-დან 80 ლარამდე უჯდებათ. მათი თქმით, ფასები შეთავაზებულ პირობებთან შედარებით ძვირია. მიუხედავად ამისა, დამსვენებელი აბასთუმანს მაინც არ აკლია. ჰაერი რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა. პირობების რა გითხრათ ახლა, რა ვიცი. ცოტა ღარიბია ძალიან, სხვა მხრივ რა. ჰაერი შვენიერი. ცოტა კეთილმოწყობილი რო იყოს უფრო, რა თქმა უნდა, უფრო უკეთესი იქნებოდა. სასტუმროები და ძალიან ძვირია, ყველას არ შეუძლია ამის გადახდა და მოსახლეობა არის ძალიან ღარიბი, ძალიან თითქმის შეუძლებელია მოსახლეობაში გაჩერება. სიგრილისა და კარგი ჰაერის გარდა აბასთუმანი დამსვენებლებს უნიკალური ჯიშის ფიჭვის ხეებითაც იზიდავს. მათ გირჩის მტვრის სასარგებლო თვისებები საკუთარ თავზე გამოსცადეს. მტვერი ეხლა ის იმხელა მას ახდენს თვითონ ეს დამტვერვა. ძალიან ფილტრზე და ბრონხებზე ამბობენ, რომ პირველი სასარგებლო წამალი, რომელიც არ არსებობს სხვა. როგორც ვიცით, ფიჭვის დამტვერვა მაისის თვეში ხდება და ეს მტვერი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. სწორედ ამ თვეში იმატებს აბასთუმანში დამსვენებლების რაოდენობა და ყოველთვის ვცდილობ, რომ მაისის თვეში დავისვენოთ. სპეციალისტების განმარტებით აბასთუმანი მსოფლიოში იმ იშვიათ და განსაკუთრებულ ადგილთა რიცხვს განეკუთვნება, სადაც ტუბერკულიოზის გამომწვევი ჩხირები ამოსუნთქვისთანავე იღუპება. მედიკოსები ირწმუნებიან, რომ აბასთუმანში ტუბერკულიოზით არავინ ავადდება. კლიმატი მოქმედებს დადებითად გაჯანსაღებაზე და იქ ნაკლებად ხდება გამრავლება ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირის. იქ უფრო იმ გარემოში იღუპება. ეს რომ ნამდვილად სამკურნალო ჰავაა და სამკურნალო კლიმატი, ამას წლების მანძილზე პრაქტიკულმა გამოცდილებამ გვანახა და მე ვიტყოდი ახლა მსოფლიო მნიშვნელობის თუ არა ყოფილი საბჭოთა კავშირის მნიშვნელობის კურორტი იყო, იმიტომ რომ შუა აზიიდან ძალიან ბევრი ჩამოდიოდა ტუბერკულოზით დაავადებულები სამკურნალოდ. აბასთუმანს იყენებს მთელი საქართველო იმისთვის, რომ მძიმე ფორმებსაც კი ვაგზავნით. აბასთუმანში სპეციალური განყოფილება გაიხსნა რეზისტენტური ტუბერკულოზის, მთელი საქართველოდან მოდიან პაციენტები და მკურნალები. უნიკალური ჰაერის გამო აბასთუმანს როგორც კურორტს მე-20 საუკუნიდან იყენებენ. ტურიზმის განვითარება, რომ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას ნიშნავს, კარგად ესმით სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის რწმუნებული ლაშა ჭკადუა ამბობს, რომ რეგიონში ამ მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მუშაობთ სხვადასხვა საკითხებზე, კერძოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომ შემოვიყვანოთ შეძლებს დაგვარად, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი და ინვესტიცია ჩადონ ტურისტული ობიექტების განვითარებაში, კერძოდ სასტუმროების თუ სხვადასხვა კომპლექსების მშენებლობას შეიძლება შეეხებოდეს. ჩვენ კონკრეტულად მუშაობთ როგორც ვარძის მხრივ, ასევე აბასთუმანის მიმართულებით. კურორტის ჰავის სამკურნალო თვისებები ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს აღმოაჩინეს. აქ პირველი სახლი ნიკოლოზ მეორის ვაჟისთვის აუგიათ, რომელიც მშობლებს სამკურნალოდ აბასთუმანში ჩამოჰყავდათ.